ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს იწურება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს არაერთხელ შევეხეთ ახალი დღის ეთერში საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ სტუმართან ერთად კიდევ ერთხელ შევეცდებით განვმარტოთ საკვანძო დეტალები, თუ ვის აქვს ქონების დეკლარირების ვალდებულება, რა არის დასაბეგრი ობიექტი, ვინ შედიან ოჯახის წევრებში, რა შემთხვევაში ვრცელდება შეღავათები, რა დაშვებებია მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე და სხვა საკითხები, რის ირგვლივაც ყველაზე მეტი კითხვა გაჩნდა. ამავდროულად ნიშანდობლივია, რომ დეკლარაციის წარდგენის შემდეგ ქონების გადასახადის ვალდებულება 15 ნოემბრამდეა, წელს კი ეს თარიღი არასამუშაო დღის დამთხოვის გამო 17 ნოემბრამდე გადაიწევს. ერთი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ქონების გადასახადი მოქალაქის შემოსავალზეა დამოკიდებული, თუ მისი და ოჯახის წლიური შემოსავალი წელიწადში 40,000 ლარს აღემატება, ქონების გადასახადის ვალდებულებაც ჩნდება. ლევან დგებუაძე შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი გვერდდება სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე საუბრის ბოლოს ვახსენე 40,000-იანი ზღვარი შემოსავლის, განვმარტოთ ვის ეხება, უფრო მეტი დეტალი მოგვახსენეთ პირველ რიგში, ვინ არის ქონების დეკლარაციის გადამხდელი, ვის ევალება დეკლარაციის შევსება და ასევე ნიშანდობლივია მიწის ფლობის საკითხი, რომელზეც 40,000-იანი ზღვარი არ ვრცელდება და ეს დეტალიც განვმარტოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ 40,000 როგორ უნდა დაითვალოს პირმა და მისმა ოჯახმა. ეს არის გასული წლის 2024 წელს მიღებული შემოსავალი, რომელიც შედგება პირის და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული ხელფასი. პირველ რიგში ეს არის დარიცხული ხელფასი. არ უნდა აგვერიოს, რომ ეს არ არის მხოლოდ საბანკო ანგარიშზე და ჩარიცხული თანხა, არამედ საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, რაც მათ დაკავებამდე კუთვნის, ესე ვთქვათ, კუთვნილია მისი. ანუ პირველ რიგში დარიცხული ხელფასი. მეორე, თუ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ფიზიკური პირი, არის დასაბეგრი შემოსავალი, გასათვალისწინებელი. ასევე ხშირად არიან ფიზიკური პირები სარგებლობენ მცირე ბიზნესის სტატუსით. მათ აქვს შემოსავალი, რომელიც ბრუნვის 1%-ით იბეგრება. ამ შემთხვევაში წლიური შემოსავლის მხოლოდ 25%, ანუ მეოთხედი ნაწილი უნდა დაამატოს ხელფასს. ნებისმიერი სარგებელი შემოსავალი, რომელიც ასევე არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, ისიც უნდა დაემატოს. მაგალითად, გრანტებზე იყო ძალიან ბევრი კითხვა. გრანტიც, რომელიც საშემოსავლოთი არ იბეგრება, თუმცა შემოსავალია, სარგებელია და 40,000 ზღვარის და ანგარიშების დროს ემატება ერთი მეორეს და ამით თქინდება, რომ ფიზიკურ პირს აქვს თუ არა შემოსავალი 40-ზე მეტი. ეხლა რაც შეეხება ვინ არის ოჯახის წევრი. ოჯახის წევრი კანონმდებლობის მიხედვით უპირობოდ არის მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, ანუ მათ შემოსავლები უპირობოდ კანონის ნორმის მიხედვით ჯამდება, უნდა დაჯამდეს. ასევე კანონმა თქვა, რომ ოჯახის წევრად ითვლება ის პირი, რომელთან ერთად საერთო მეურნებას ეწევიან, ცხოვრობენ, ესე ვთქვათ. ეს არის მშობლები, ბებია, პაპა, შვილიშვილი და ძმა. ამას თავად ფიზიკური პირი განსაზღვრავს, ვისთან ერთად ცხოვრობს, ხო დეკლარანტი. თუ ოჯახს დაუდგინდება, რომ 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, ერთ-ერთ წელს შეუძლია წარმოადგინოს დეკლარაცია. რო არავინ დაიბნეს, ხშირად არის ხოლმე, რომ მიაჩნიათ, რომ ოჯახის წევრებმა ინდივიდუალურად შეიძლება ჩავაბაროთ დეკლარაცია. ეს არის შეცდომა, რო არავინ უშევა შეცდომაში, როდესაც კანონმდებლობა განსაზღვრა უპირობოდ მეუღლეები და ასევე მათთან მცხოვრები პირები არიან ოჯახი, ცალკე ჩააბარებენ დეკლარაციას თუ ერთი პირი წარმოადგენს, ყველა შემთხვევაში შემოსავალი უნდა დაჯამდეს და ოჯახის წევრზე არსებულ ქონებაზე ერთი პირი და ეს უფრო მოსახერხებელი და კომფორტული გზა არის დეკლარაციის შევსება. რა თქმა უნდა, ყველამ როცა ერთად ცხოვრობენ, ცალ-ცალკე რო არაბანონ ოჯახის მაგალითად ერთზე მეტი წევრმა. პენსიაც იგულისხმება ამაში მაპატიეთ ეთია. დიახ, ძალიან ბევრი კითხვა იყო სხვათა შორის პენსიასთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაიცემა. საპენსიო დანაზოგიც, ესე ვთქვათ, შემწეობაც ესეც ითვლება 40,000 ლარის დაანგარიშების დროს, როგორც გრანტი. ნებისმიერი შემოსავალი იჯარიდან მიღებული. მაგალითად, საჩუქარი, გზავნილი, ესეც შეიძლება რომ შევიდეს 40,000. ხაზი უნდა გაუსვათ, რომ თუ ოჯახის წევრისაგან ვღებულობთ, არ შეირთვება ესეთი შემოსავალი, იქნება ეს საჩუქარი ფულადი თუ ქონებით ნატურით. ოჯახის წევრისაგან მიღებული ესეთის შემოსავალი არ შეირთვება. ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, რა თქმა უნდა, კი ბატონო. კი ბატონო, და კიდევ ერთი დეტალი, რაც არის საინტერესო. თუ ადამიანს აქვს შემოსავალი 40,000 პლუს, მაგრამ ის არ ფლობს ქონებას, მის საკუთრებაში არ არის არც მიწის ნაკვეთი და არც ბინა ან სახლი, მაგალითად. მას უწევს თუ არა დეკლარაციის შევსება, ის რომ გაუმიჯნოთ რა დაშვებებია ამ ნაწილში. თუ ადამიანს მხოლოდ შემოსავალი აქვს და არ გააჩნია ქონება, რომელიც იბეგრება, მას შეუძლია
შესაძლოა არ წარმოადგინოს დეკლარაცია. მაგრამ ყურადღება მივაქციოთ ისევ ოჯახს. თუ რომელიმე ოჯახის წევრს გააჩნია ქონება, მასზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარმოადგენა. ანუ ეს ადამიანი თუ მარტო ცხოვრობს, მას შეუძლია, მაგალითად ქირით, შეუძლია რომ არ წარმოადგინოს დეკლარაცია, მაგრამ თუ ცხოვრობს მშობლებთან ერთად, რომლებიც ფლობენ ქონებას, თუნდაც ისინი იყვნენ საპენსიო ასაკის, მაშინ პირს უწევს დეკლარაციის შევსება. რა თქმა უნდა, პირს უწევს დეკლარაციის შევსება, თუ პირადად არ გააჩნია, მაგრამ ვისთანაც ერთად ცხოვრობს, ოჯახის წევრზე თუ არის ქონება, საკუთრებაში მაშინ ქონებაზე მას უწევს ქონების გადასახადის დეკლარება და გადახდა და ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, რომ აი შემოსავალთან დაკავშირებით წეგან თქვით, რომ უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებზე იყო ძალიან ბევრი კითხვა. ოჯახის წევრისაგან უცხოეთიდან მიღებული გზავნილი არ ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში, გაუსწორად ხაზი. ანუ ოჯახის წევრი, რომელიც არის გასული საზღვარგარეთ, შეულობს თანხას იქიდან და უგზავნის ოჯახის წევრს, ეს თანხა არ ჩაირთვება, იმიტომ რომ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული არ არის. არის ამაზე კანონმდებლობით განსაზღვრული, რომ ეს 40,000-იანი ანგარიშების ზღვარის დროს არ გაითვალისწინება. ქვედა ზღვარი თუ არსებობს აი მგზავნილთან მიმართებაში საინტერესოა. არავითარი ქვედა, რამდენსაც გამოაგზავნის, არც ერთი თეთრიც კი არ ჩაირთვება, ესე ვთქვათ, უცხოეთიდან ოჯახის წევრისაგან მიღებული. რაოდენ კოლოსალურიც არ უნდა იყოს ეს თანხა. კოლოსალურიც არ უნდა იყოს. კი ბატონო და მიწის ნაკვეთის თემას მიუბრუნდეთ თუ შეიძლება, რომელზეც არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ 40,000 გვაქვს თუ არა შემოსავალი, თუ შეღავათი არ ვრცელდება მიწაზე და არის ჩვენს ფლობელობაში, ჩვენ უნდა შევავსოთ დეკლარაცია. აი ამ დეტალებში გაგვარკვიეთ. კი ბატონო, ეხლა შესაძლებელია პირს ან მის ოჯახს არ გააჩნია 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი, მაგრამ აქვს მიწის ნაკვეთები. მიწის ნაკვეთების შესაძლებელია იყოს ქონების გადასახადის დაბეგრის სუბიექტი რა შემთხვევაში? გარდა შეღავათებისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უამრავი საგადასახადო შეღავათია, მაგალითად 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით 5 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა არის განთავისუფლებული გადასახადისაგან. ის რომც გადაეცა შემდგომ მემკვიდრეობით ოჯახის წევრებს, პირველი, მეორე რიგის მემკვიდრეების, გადმოდის ეს შეღავათი ოჯახის წევრებზე და არ იბეგრება 5 ჰექტარამდე მიწის გადასახადი. ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მაღალმთიან ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები არ იბეგრება მიწის გადასახადით. არ იბეგრება ასევე საცხოვრებელ სახლზე და ავტოფარეხზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ არის დადგენილი ზღვრული ოდენობა. ზოგან შეიძლება 1000 კვადრატული არ იყოს დასაბეგრი, ზოგან 2-3. ამას უნდა მიაქციოს ყურადღება ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. ჩვენ საიტზე არის ეგრეთ წოდებული კალკულატორი, შეიტანოს მიწის მდებარეობა, ფართი და იმის და მიხედვით საგადასახადო შეღავათი დაუბეგრავი ზღვარი რამდენია დადგენილი, ცხრილი ავტომატურად გადმოიტანს და ანუ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეს არის ინდივიდუალური. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური ოდენობები არის განთავისუფლებული. უბრალოდ ზუსტი ოდენობა რო დავადგინოთ, აუცილებელია ვეწვიოთ საიტზე RSG ჩვენს კალკულატორს მიწის გადასახადის გამოთვლელს და ის გვეტყვის ამ რეგიონში კონკრეტულ ამ მიწის ნაკვეთზე არის თუ არა და რამდენია დადგენილი. აი ზღვრული თანხა 40,000 იყო დაახლოებით 5 წლის წინაც. ხო ასეა? იმის შემდეგ ლარის შემსყიდველობითი უნარმა გარკვეულად იცვალა. თავისი. ეს არანაირად არ იმოქმედებს თუნდაც მომავალში. ანუ ხომ არის გეგმება ამ ზღვარის აწევას? როგორც ვიცით, მომავალში ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც შეეხება არა მარტო 5 წლის წინ უკვე მესამე 10 წლეულია მინიმალური ზღვარი 40,000 ლარი არის და კანონმდებლობაში ეს ზღვარი არის ყველასათვის წელსაც გასათვალისწინებელი და მომავალ წელსაც თუ რაიმე ცვლილება არ იქნება ამ კუთხით გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, სყიდულობით უნარიანობა შეცვლილია, გეთანხმებით, ამას სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც ჩვენ გვაქვს ყველა საჯარო ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ ის აჟიოტაჟი, რაც წელს გამოიწვია დეკლარაციის შევსების საკითხმა, უკავშირდება უკვე ძალიან დიდ მოცვას საზოგადოებისას, რომელსაც 40,000-ზე მეტი აქვს შემოსავალი. ნუ ერთის მხრივ ეს კარგია, მოსახლეობის შემოსავალი გაზრდილია, მაგრამ ამან გამოიწვია ბევრი კითხვები და თქვენი სტუმრობის მიზეზი სწორედ ეს არის, რომ განმარტოთ დეტალები. კიდევ ერთ საკითხს მიუბრუნდეთ, სადაც სოციალურ ქსელებშიც აქტუალური იყო. დასაბეგრ ქონებაში რა შედის? საზოგადოების ნაწილს აინტერესებს ისინი, რასაც აღიქვამენ ქონებად, მაგალითად ეს არის ძვირფასი ლითონის ნივთები, ნახატები და ასე შემდეგ. უნდა აისახოს თუ არა დეკლარაცია? არა, რა თქმა უნდა, პირდაპირ თქვა რა არის დასაბეგრი ქონება. პირველ რიგში ეს არის გასულ წელს 2024 წელს საკუთრებაში არსებული ბინა, აგარაკი, ავტოფარეხი, დაუმთავრებელი მშენებლობა, სუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება და ვისაც აქვს საკუთრებაში ერთმა მისცეს ყველას თვითმფრინავი, ვერტმფრენი, იახტა, ეს არის
მხოლოდ და მხოლოდ ეს ჩამონათვალია ქონების გადასახადით დაბეგურის ობიექტი, რასაც ჩვენ უწევთ. ანუ ის რაც უნდა დაიბეგროს. ასევე თუ ფიზიკური პირი სამეწარმო საქმიანობას ეწევა, მისთვის ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივებია, ეს ცალკეთება. კი ბატონო. მიწის ნაკვეთებთან კი ვისაუბრეთ. კი ბატონო, და ბატონო, უძრავი ქონების არასრული წლის განმავლობაში ფლობის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვახსენებთ დეკლარაციას, გადასახადი რის მიხედვით ანგარიშდება საინტერესოა და აქ კიდევ ერთი დეტალია საინტერესო, 2 წელზე ადრე გასხვისებული ქონების დაბეგვრა შემოდის უკვე დღის წესრიგში და ეს საკითხი როგორ ლაგდება გაგვიმართეთ. კი ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ საკუთრებაში არსებობდა გასულ წელს რაღაც თვეების განმავლობაში პროპორციულად იანგარიშება ქონების გადასახადი ფიზიკურმა პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითეს საკუთრებაში არსებული თვეთა რაოდენობა, შეიძლება 2 თვეს ფლობდა სულაც. ფიზიკურ პირის მიერ პერიოდის მიდითების შესაბამისად ავტომატურად იქნება დაანგარიშებული გადასახადი. ოღონდ თავარი არის მან შეფასება, ანუ ქონების ღირებულება მიუთითოს სარეალიზაციო ღირებულება გასული წლის მიხედვით, რომელიც შეიძლება ძალიან მარტივად საჯარო ინფორმაციებს დავესიცხოთ და 1 კვადრატულის ფასის მიხედვით გადავამრავლოთ ჩვენს ქონებაზე და აქედან გამომდინარე უკვე პროპორციულად იქნება დაანგარიშებული ქონების გადასახადი. რაც შეეხება 2 წლამდე მატერიალური აქტივის სახლის მაგალითად რეალიზაციის შემთხვევაში ვიცით ჩვენ რო საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება, ხო, როდესაც ფიზიკური პირი ფლობს აქტივს, ფინანს მაგალითად გააკეთეს 2 წლამდე, მიიღებს რაღაც შემოსავალს, საშემოსავლოთი არ იბეგრება. ქონების გადასახადშიც არ გაითვალისწინება ეს ტიპის მიღებული შემოსავალი. თუ ფიზიკური პირი 2 წლამდე საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს გააკეთეს, ესეთ შემოსავალი 40,000 ზღვარის დაანგარიშების დროს არ იქნება ჩართული, არ იქნება გათვალისწინებული. ბატონო ლევან, დეკლარაციის შევსება რომ აუცილებელია და წინააღმდეგ შემთხვევაში რომ ვდგებით რისკის ქვეშ რომ დავსანქცირდეთ, ეს ამას უნდა გაისვას ხაზი ალბათ და ამ საკითხზე სანქციების თემაზე თუ როგორ იდენტიფიცირდება პირი, რომელსაც უნდა შეევსო, მაგალითად დეკლარაცია და არ შეავსო, ამაზე რომ ვისაუბროთ საინტერესოა და გარდა ამისა, დეკლარაციის სწორად შევსების მნიშვნელობაზე რომ გვითხრათ, რამდენიმე სიტყვა და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა რა არის? კი ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ დეკლარაცია ივსება ელექტრონულად. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენ 270,000 ფიზიკურ პირს დაუგზავნეთ SMS შეტყობინება, ვინც დავაიდენტიფიცირეთ, რომ გასულ წელს 24 წელს ჰქონდათ მიღებული შემოსავალი, რომელიც აჭარბებდა 40,000 ლარს. ანუ მიზნობრივად დაუგზავნეთ შეტყობინებები, SMS შეტყობინებები და არა ესე უბრალოდ გაუანალიზებლად არავისთვის არ გაგზავნილა. ანუ მიზნობრივად იქნა დაიდენტიფიცირებული შემოსავალი, მიიღო SMS შეტყობინება, შესაბამისად მოახდინოს უნდა რეაგირება ესეთმა ფიზიკურმა პირმა, წარმოადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია. რაც შეეხება როგორ იდენტიფიცირდება და რა ჯარიმებია თუ არ შეევსოს დეკლარაციას და რა არის ხშირი შეცდომები. ხშირად არასწორად უთითებენ სარეალიზაციო ღირებულებას, ქონების სარეალიზაციო ღირებულებას. რასაც ფლობდნენ 24 წელს, მივაქციოთ ყურადღება, რომ შესაძლო სარეალიზაციო ფასი, რასაც კანონმდებლობის ენაზე საბაზრო ფასი ქვია, უნდა მიუთითოს მისი საბაზრო ფასი. ბინას ფლობს 100 კვადრატულის თითოეული კვადრატი, რაც ღირს იმ ტერიტორიაზე, გადაამრავლებს ბუნებრივია საერთო ფარგლზე და ლარებში უნდა მიგვითითოს. ყველაზე დიდი შეცდომა არის ხოლმე, როცა ღირებულებას უთითებენ ნაკლებ ღირებულებას. ნუ ამის მიზანი არის ის, რომ საბოლოო გადასახადი დეკლარაციის შემცირდეს, ხომ ასეა წლიური? დიახ, ამიტომ სავადო თარიღების შემდგომ საგადასახადო ორგანოები კვლავ აკეთებენ გადასინჯვას. ჩვენს მიერ დაგზავნილ 260,000 ფიზიკურ პირთან შემდგომ ხდება მისი გადამოწევა წარმოადგენს თუ არა დეკლარაცია. თუ წარმოადგენს და ღირებულება არის არარეალური მითითებული, ზოგჯერ არის 10,000 ლარი მითითებული. ხოლმე საცხოვრებელი ბინის ღირებულება, რაც ისედაც არარეალურია. ამაზე იდენტიფიცირების შემდგომ, რა თქმა უნდა, უკვე ხდება კომუნიკაცია, უკვე ინიშნება კონტროლი, საგადასახადო აუდიტი, შემოწმები და ვრცელდება სანქციები. რაც შეეხება სანქციების ოდენობას, თუ ნახავთ, რომ ღირებულება არის შემცირებული, ან დაბეგრვის ობიექტი საერთოდ არ არის ჩართული, შემცირებული გადასახადების ოდენობის 5-დან 50%-მდე არის დამატებით გადასახდელი თანხის სანქცია. ბატონო ლევან, ანუ გარდა იმ ადამიანებისა, ვინც მიიღო SMS-ი თქვენგან, მაგრამ არ მიუღია მაგალითად ადამიანს SMS-ი ფიზიკურ პირს, მაგრამ მას იცის, რომ შემოსავალი აქვს 40,000-ზე მეტი. ამ შემთხვევაში ის ვალდებულია, რომ შეავსოს დეკლარაცია? რა თქმა უნდა, თუ მას გასულ წელს აქვს მიღებული 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი, ვალდებულია მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. და არსებობს შანსი, რომ თქვენ მოახდინოთ იდენტიფიცირება ამ ადამიანის დამატებით და დაასანქციროთ, თუ არ შეავსებს, მიუხედავად იმისა, რომ მას არ მიუღია SMS-ი. შესაძლოა სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიუღია
SMS-ი ნომერი აქვს შეცვლილი, ან სხვა ახალი ნომერი აქვს, ძველი გათიშული აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ის რომ SMS-ი არ მოვიდა, მან თუ იცის რომ აქვს 40,000, ან თუ არ იცის და ვერ ანგარიშობს, იმიტომ რომ საშემოსავლო გადასახადის 20%-ია დასამატებელი და სირთულეებია. ძალიან მარტივად არსად არ არის მისასვლელი, თუმცა რაც მან უნდა შეუძლიათ სერვის ცენტრებში მივიდნენ და იქ მივიძიონ ინფორმაცია. ვიდეო წერტილი call RSG დარეგისტრდნენ უმარტივესად პირადი ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თვე, რიცხვი, წელი ივსება. დარეგისტრდებიან და მათ პირად გვერდზე გასული წლის შემოსავალს ნახავენ. შეამოწმენ ყველას აქვს დისტანციურად ამის გადამოწმების საშუალება, ვისაც ხელწიფება რა თქმა უნდა. მაგრამ ვისაც ხელ არ ეწიფება, ვთქვათ ეს მეთოდები შეუძლია უკვე სერვის ცენტრებში მივიდეს და იქ მოახდინოს დეკლარაციის შევსება. ახლა გადახდის ნაწილსაც მიუბრუნდეთ, რომელიც 17 ნოემბრამდეა და სავალდებულოა გადახდა. იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა შეავსო დეკლარაცია და არ გადაიხადა, რა ხდება და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ არც შეუსია და შესაბამისად არ იხდის. პირველი შეავსო და 17 ნოემბრის ჩათვლით სწორებს ზანეთ თქვენ, იმიტომ რომ შაბათს 15 დაემთხვა, ამიტომ მომდენო სამუშაო დღემდე გადაიწია. თუ არ გადაიხადა, მეორე დღიდან, მომდენო დღიდან 18-დან ერიცხება საურავი გადაუხდელი თანხის 0.5% ყოველ გადაცილებულ დღეზე. თუ იმას ვთქვათ, სირთულე აქვს და ვერ იხდის იმ წუთას ან რაღაც სხვადასხვა მიზეზთან გამო შეუძლია მას საგადასახადო გრაფიკის გაფორმებით მოუგმართოს, ჩვენ ერთ წლამდე გადაუვადებთ გადასახადას, აქ პრობლემა არ იქნება ამ კუთხით. მეორე თუ არც ადეკლარირებს, როგორც თქვი უკვე ჩვენ ამას ხელახლა გადავამუშავებთ, ნახავთ რომ არ არის დეკლარირებული, თუმცა დავწუნდებით რომ შემოსავალიც ქონია, დასაბეგრი ქონებაც ქონია, ჩვენ უკვე კონტროლის ღონისძიებების სახით დავიწყებთ საგადასახადო შემოწმებას ესეთი პიროვნებების მიმართ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან გებუაძე, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის შევსების დეტალებზე, რომლის შევსების ბოლოვა და არის დღის ბოლომდე და კიდევ ერთი დეტალი, რასაც ჩვენ ვერ გავამახვილეთ ყურადღება, ეს არის თუ შარშან ჩვენ შევავსეთ უკვე ფიზიკური პირის ქონების დეკლარაცია და არაფერი შეცვლილა ჩვენს ქონებრივ მაჩვენებლებში, მაშინ წელს უკვე ავტომატურად შევსების გარეთ შეგვიძლია იგივე თანხა გადავიხადოთ მისამართზე, რაც შარშან განვახორციელეთ ეს ტრანზაქცია.